გუშინ და დღეს ალბათ ყველა ნახავდით იმ უმძიმეს რეალობას, რაც ციხეების შესასვლელებთან ხდებოდა და როგორ ელოდებოდნენ ოჯახის წევრები და თანამებრძოლები სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ამ ადამიანებს მოუწიათ დღე და ღამის გათენება იმ მოლოდინში, რომ შესაძლოა მათი ახლობლები გაინთავისუფლებინა სისტემას, თუმცა სისტემამ ღირსების შემლახავი მოპყრობა არჩია. მათ რა თქმა უნდა იცოდნენ, ვინ განთავისუფლდებოდა ამ ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტით, თუმცა არაფერი მოიმოქმედეს იმისათვის, რომ ამ მომლოდინი ადამიანებს ღირსება და ადამიანობა არ შელახოდათ იმ არაადამიანური პირობების გამო, რაშიც მათ მოუწიათ ყოფნა. და მინდა ერთი რამ ძალიან კარგად ავხსნათ, რომ დღიდან ჩასახვისა პოზიტიური სამართალი ემსახურება სწორედ ადამიანს და როდესაც შუმერები თუ ჰამურაბი ქმნიდა სამართლის იმ სახეს, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, იმ დროიდან მოყოლებული არსებობდა შეწყალების თუ ამნისტიის მექანიზმი, მაგალითად შუმერები მას უწოდებდნენ ამარგს და ამით ხდებოდა დატყვევებული ადამიანების გათავისუფლება, თუმცა არასდროს ალბათ არ მომხდარა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და დღეს, ეს არის უბრალოდ ადამიანებისთვის ღირსების წართმევა, ღირსების აყრა, შესაბამისად შეწყალება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანური, ანუ ადამიანური აქტია, სრულიად საპირისპირო სახით მოგვევლინა ჩვენს რეალობაში და ამ სისტემის ყველაზე არაადამიანური სახე აჩვენა. სამწუხაროდ ჩვენ ამ რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, თუმცა ძალიან მალე იმედია, რომ ყველაფერი შეიცვლება, ოტების სისტემაც საკადრის პასუხს მიიღებს და საბოლოოდ ამ ქვეყანაშიც შევძლებთ, რომ ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სახელმწიფო.